უკრაინამ შორმანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაზე რუსეთში, კერძოდ ასტრახანში. რეგიონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. საწარმოში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისთვის საჭირო გოგირდის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია რუსეთში, დროებით მუშაობა შეჩერდა. თავდასხმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა რუსეთის უმსხვილეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ვოლგოგრადის რეგიონში. 3 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე თავდასხმაა. იერიშის შედეგად ფრენები შეფერხდა ვოლგისა და კავკასიის რეგიონებში. რუსეთში აცხადებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 70 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, მათ შორის 25 ვოლგოგრადის, 27 როსტოვის, დანარჩენი კი ასტრახანის რეგიონებში. ამავდროულად უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, წინა დღით რუსების თავდასხმის შედეგად სამხრეთის ქალაქ ხერსონში დაიღუპა 1 და დაიჭრა 14 ადამიანი. უკრაინელი სამხედროები ასევე ამბობენ, რომ რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიშის სამგზავრო ავტობუსზე. დაშავებულია 5 მოქალაქე.